მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და კარგებო. ნინო რა ჩაიდინე ახლა შენ? რა ქენი? ვითხარი, გაგვანდი. ცუდად ყველაფერი ჩავიდინე. სომში მოვა ფუთფოთე, ყვალამკვერი, ვარენიკი, რა ყველაფერი. ნახევარი შემოგვიჭამა და რაც შემორჩა მოგვიტანა. შემოგვიჭამა ხო, ადრე ხო ის პატარძლები რომ უნდა დამჭდარიდნენ სეფაში თავის ადგილზე, ცალკე ოთახში აჭმევდნენ რომ იქ არ მოშიებოდა და წესიერად ჯდარიყო. იცი ეგამბავი? არა, საიდან ვიცი. დედოფალს არ უნდა ეჭამა სუფრასთან. არ შეიძლებოდა? და ცალკე უკან ოთახში აჭმევდნენ და გამოვიდა და დასკუპდებოდა. ახლა იქით ახლა ჩვენ მივირთვით და ეს დავჯექით აკაჭკვიანად. ისევ ჟუჟუნა მახსენდება, რა ვიცი, აკვიატებული მაქვს, მაგრამ ეთყობა მენატრება და იმიტომ ჩემი მასწავლებელი ჟუჟუნა ავალიშვილი. ერთხელ რაღაცაზე გავთ, რა ვიცი, რას ვიზავდით სხვას. ბევრი ნაშრომი გვაქვს ერთად, სულ ვეუბნებოდი. ერთ ადამიანს ისე ყოფა საშრომად, მარტო მე და შენ რომ ერთად გვაქვს ნაშრომი და ცალ-ცალკე რამდენი გვაქვს კიდე. ხო და ერთხელ შემომხედარ გავ ოჩაღად, მარდად და მე ეწონა ჩემი ნამუშევარი და მეუბნება, ოხ, შენი ხმის მქნაო. მეოთხარი რას იზამდი მეთქი ჟუჟუ, რას იზავდი? რაც არ მიქნია, ყველაფერს ვიზამდიო, რაზეც ვარი მაქვს, ნათქვამი ყველაფერს ვიზამდიო. მე ამას იმეორებდა ჩემს მეგობართან, თამარა იოსელიანთან, ბევრისთვის უთქვამს, რაზეც ვარი მაქვს, ნათქვამი ყველაფერს ვიზამდი. ყველაფერს ჩავიდენ. უკვე ასაკში ასეთ რამეს ჩავრობ. გული წყდება. გული წყდებოდა, ხო. მაი არ გაწყეს მაგი შენ. გავდორინოს. ეს თეთრი გიხდება ძალიან სპორტში. მართლა. ეგ თეთრი იცი რა, არის ის გური, მე მომიყევი ახლა, გური მარიცის. ეს არიცი, ხო? ეს არა, ეს მეკეთა სკოლაში. ან მართლა ის არის თუ ეგეთი მართლა, ხო. ორიგინალი. მე გარდა იმისა, რომ ეს თეთრი საყოველთაოდ მეკეთა სკოლაში მქონდა ბევრი ფორმის კაბა, იმიტომ რომ ექსკურსიასაც დედა და ჩემი ფორმის კაბით მიშვებდა. რატო? მეთქი, მეუბნებოდი სურათებში რომ ნახო ყველა სხვა ჩათვლი მარტო ფორმის კაბით. და რატომ? იმიტომ რომ მოსწავლე ექსკურსიაზეც მოსწავლეა. რატომ ჯიდა არ ვიცი ესე და მქონდა ნაირ-ნაირი საყელოიანი ასე მიდგმული ასეთ. ესეც არის სკოლის დიდი მოსკოვის ქონდა ნინო, მოსკოვის. აბა რა თქმა უნდა. ელენეიკებს ეძახოდა დედა ჩემი არჩა ასე მოსაფარებელი აქ შესასკვენი თეთრ საროჩქაზე. ოღონდ უნდა ყოფილიყო გოფრილიწრის საფარი თეთრი რომ ხელზე მათმანები არ ქონდა. კი, ასეთი მათმანები. ხო, ილაპარაკებდა ეს მათმანებზე, ხო, ასეთი საფარი. ქონდა ბოტანილი შემოჭრები და ამბები, აბა. მაგითი ვისწავლე კერვა. ხო, სხვათა შორის. ყოველკვირა რა ახალს მივაკერებდი. კინო მაქმანი შენ გექნება კაი კოლექცია ეჭვი მაქვს. კოლექციის რა მოგახსენდა ისე მაქვს ბევრი. მე გადარეული ვარ შენ სათამაშოებზე რომ გამოდე იმ დღეს. რამდენი აუთვისებელი ხარე გაქვს, ვერ ამოგწურე. ფაიმე ხო. მე ჩემს უნდა წარმოადგინოთ, მოვიდე და მაიას რუბრიკა. მაია მინდა ერთხელ იქნება კაცში მაინც გამოაცხოს ბულკებსა შეპირებული და კულიჩებს 2 წელია და არ იქნა, არ დადგა ეს დღე რომ მაიამ გამოგვიცხოს. მარტო მოყოლით ვიცი, ზეპირად. ძალიან კაი, გამოაცხო. დამთავრდა. მე გაუცვლი ადგილს. და დამთავრდა თუ გამომთავრდა ბულკის გამოცხობას რა უნდა ადამიანი რო გეხვეწება მეგობარი. ერთი დღე მე ვიქნები როზენტალი, ერთი დღე და შენ იყავ გაცვლი. ძალიან მაქვს მაქმანები ძველი ბებიაჩემი. და მე მოვიტანთ. ბებიაჩემის ნაქსოვი, აი ეს ნახეთ რო თქვა სიმართლე. ისე მიყვარს მაქმანებს. მაქმანები ბებიას კაბის ხოლაქები და ბანტებიც მაგრამ არ ვიცი შენ ძალს გამოადგება მაგი ძალია. ხო და ჩემი ძალი ტყვის ეს არის ჩემი დედამთილის ანუ მე ხომ აქ შენ ძალ ძალიან გამოადგება შენი დედამთილის მაქმანები და ბაქნები ძალიან. ვოცნებობს ახლა თეონაროვე შეხვდეს როდის ერგება მაგი მემკვიდრეობით და შენი სათამაშოებზე და თლად გიждდება. დიახ რატომაც არა? ძალიან. ანტიკვარი სათამაშოები არ არის ანტიკვარი? ძალიან პლასტმასის სათამაშოები შენი ბავშვების. ასეთი არა რეზინის ყველა და როგორც ნახეები. რეზინის სათამაშოები და გიждდება მისი ძალი ელოდება. თმებია მაგ აბრეშუმის თმებია. მე სათუთად მაქვს შენახული ჩემი დიდი ბებიის ქორწინების დროს რო ეცვა ხელთათმანები. ახლა ეგ სხვა რამეა და რეზინის სათამაშოები რატომ და რეზინის სათამაშოები. მე არ მაქვს ჩიხტიკობი, აი ერთი მაგაზე წողდა. ოფიციალურად შემოგიხდება ჩიხტიკობი. ჩიხტიკობი. მე გური უნდა იმღეროს 3 და 8 მარტს უნდა უმღეროს ჩვენს კაფეში ქალებს. ხო და ნინოს უთხარი, მოდი მეთქი ასე გამოვაცხადოთ ეგ ამბავი რომ შენ უმასპინძლებ და გური იმღერებს მეთქი და მაგიო კაიო, მაგრამ ისე ორ გოლი დაკიდე ბახშიო, ცეცხლიანი გოლი და იმაში გავხდებიო.
ყველაფერზე ნინო იმას ხო გააკეთებ. ნინო ხომ იმღერებ. ნინო ხომ იცეკვებ. ხომ მეიტა. ხომ ხომწაიღე. ახლა მომიტანა გამშრალი ასკილი და კუნელი. საიდან შეგდულეთიდან? არა. ლამისყანის ლაურამ. სოფელი თვაურებიდან. სოფელი თვაურებიდან მისმა ახლობელმა და მეგობარმა ბაზარში ჩამოუტანა სოფელი თვაურებიდან და ყველა წინადადებას მაგით იწყებს და იმით მომიტანა თვითონ ახლა არ მყავს ხელ მოწყობილი არ ვარ და მეიტანა საგორებელი იმით რა ქვია. აბა მძიმა იყო რა ფერბა. ძიმია 30 კილო. ხო და იმას ყველა წინადადებას მაგით იწყებს და მაგით ამთავრებს. იგი რომ მოგიტანე, ყველა ბრუნვაში. არა, რომ მოვედი აქ ხალმა დავიძახა ჭიშკარდა. ვაიმე, ვარსკვლავ და კი ასე დადიან ვარსკვლავები მე. კაჭკი. 30 კილო იმით რა ქვია. კუნელი. შენ პატარა მოხდა კალო ოქროს ვარსკვლავიანო პატარა ხარ მაგრამ ყვეს რომ ის გლირი ქვიანო ცაშეხებდა ვიხვამილეს ზეშეხებდა ვიტანებს ხელმარჯვეს თახმაცკრიალას შენ ვინ არ შეგიყვარებს ჩვენ ვიდა რომ შენს მახლობლად ჩანგია ფახმიალო შენ პატარა შარი შურო ოქროს ვარსკვლავიანო დიდი მარხვა იწყება. ეხლა კვირას თავდება ყველიერი. კვირას თავდება. ხორციელი იყო წინა კვირა, ეხლა ყველიერია და ორშაბათიდან იწყება აღდგომის მარხვა და 12 აპრილს არის აღდგომა. აღდგომა. და რამ სიგრძე მარხვაა? კი. 1 თვე და 12 დღე? 40 დღე. ესე გამოდის ხო 40 დღე. მე ვიცი აღდგომის თარიღის გამოთვლა იმეებზე. აი, გაჩერდი. როგორ მე გუნდა ვისწავლო. ორი მოვკარი რო. ეგ უნდა ვისწავლო. მოვიკითხო ძალიან სერიოზულად. მოკითხული აქვს ტელევიზორში გამოაცხადა და მეტი რაღა უნდა მეიკითხო. სადღა უნდა მეიკითხო. ხო ამ ნახო თუ იმე შემოგვეხვენა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იციან. ეცოდინებათ კი, აუცილებლად ეცოდინებათ, მაგრამ მე მეიცოდი მაგით თვეების გამოთვლა, რომელი 30-ით გადის, რომელი 31-ით და რომელი მაგის ეპირად ვიცი რა თუ რა მაგას გამოთვლა. აბა ყველაფერს მკითხე და გეტყვი რომელი მე გვიხარი როგორ თვლი აღდგომას. არა თქოის კაცო რა. აღდგომას ვერა, მაგრამ 31-ს და 30-ს მაგან ლექსები იცის მარტო სიმღერებზე რაც ამღერებს, მეტი აფერი არ იცის. დეკემბერი და იანვარია 31-ით, დანარჩენია 30 და თებერვალია ნაკიანი ხან 28 ხან 29. სულ ესაა? აბა რა თულა მაგას ციტები და იმები გადაწვლა. სექტემბერი და შევამოწმებთ მაგას. მაგი მე მთელი ფილოსოფია მეგონა. 30. სექტემბერი ნამდვილად 30-ია. დიახ, იმიტომ აგვისტო 31. არა, იმერი მან და აი რაზე დაობთ ხალხო რაკჭი. აქ ჩები ერთი მასში კუთხეში და მე უკან მოდიხარ. გამართალი ხა. გართულა. მოვეფეროთ ერთმანეთს კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს უთხრათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ კარგი გაზაფხული გველოდება წინ გაათბეთ ერთმანეთი მოესიყვარულეთ ერთმანეთს მოიკითხეთ ერთმანეთი არა აუცილებელი მისატანი ახლობლებთან მიდით უთხარით რომ გიყვართ გენატრებათ ამაზე კაი რა არის რა ვიცი არაფერი არ შეგვრჩება